მოგესალმებით ისტორიული კოლხეთის უძველეს მიწაზე. ჭეშმარიტ საქართველოში, საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ცივილიზაცია, რომლის გაწყვეტა და განადგურება დღემდე ვერავინ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ქართული სული იარსებებს. მოგესალმებით მეგრელებსა და სვანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონის ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ მიწებს მსოფლიო კულტურისა და მემკვიდრეობის უამრავ გამორჩეულ ძეგლს ერთ რეგიონში აერთიანებთ. 23 გრძელი საუკუნე გვაშორებს იმ დღეს, როდესაც კოლხეთის ლეგენდარულმა ერისთავმა ქუჯიმ ჩაიფიქრა და მეფე ფარნავაზთან ერთად პირველად განახორციელა საერთო ქართული ოცნება, საქართველოს გაერთიანება. შედეგად მსოფლიო ცივილიზაციას შეემატა ჩვენი უნიკალური კულტურა და ქვეყანა, რომელიც დღეს ჩვენი ისტორიული მისწრაფებების განხორციელების წინაშე დგას. მეგობრებო, ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია. დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ. რაც არ უნდა გულში ჩაიხუტონ მათმა უცხოელმა მფარველებმა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორი საქართველო დატოვეს მათ 2012 წელს. 3,5 მილიონი ქვეყანა, სადაც მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი იყო. ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონშიც კი ჩამორჩენილი იყო. ქვეყანა, სადაც შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული. ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ბეწვზე გადაურჩა ახალ ომს, 2008 წელს კი ომის ქარცეთში გახვიეს. 2012 წელს თქვენმა გადაწყვეტმა ხმამ ეს ყველაფერი შეცვალა და იმედი დაუბრუნა ქართველ ხალხს. ჩვენი ერთად დგომით შევძელით, რომ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, რის შედეგადაც თითქმის 9,5 მილიონმა ადამიანმა უკვე დაძლია სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით არათუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ. გასამაგებული ეკონომიკით, გასამაგებული ბიუჯეტით, გასამაგებული საშუალო ხელფასით. კანონის უზენაესობით, კორუფციის სიმცირით, ეკონომიკური თავისუფლებით ვართ არა მხოლოდ რეგიონის ნომერ პირველი სახელმწიფო, არამედ უსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რიგ შემთხვევებში ევროკავშირის წევრებსაც კი. ასეთი საქართველო ავაშენეთ სულ რამდენიმე წელში. ავაშენეთ იმიტომ, რომ განსხვავებით უსამშობლო ოპოზიციისგან მოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად. ავაშენეთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად. ავაშენეთ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი, იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა. დავაბრუნეთ ყველა ის იდეალი, რის ჩანაცვლებასაც წლებია ცდილობენ. ცდილობენ, რომ სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდოიდეოლოგიებით, ტრადიცია ტრენდით, სამშობლო ტერიტორიით, სუვერენიტეტი მორჩილებით, ეროვნული ინტერესი სხვების მაამებლობით. გვჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა იმისთვის, რომ საქართველო თავაწეული ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგხედოს ისე, თითქოს საქმე საყვეწრად და დასამადლებად გქონდეს. ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები. შეუძლებელია ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დღეს ახორციელებს. ოპოზიციის ევროპული გზა, ფუნქცია დაკარგული ერის და დანიშნულება გამოცვლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა. ქართული ოცნების ევროპული გზა კი ჩვენი ღირებულებების საფუძველზე ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმება და არა უსიტყვოდ დათანხმება. ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია.
ქართული ოცნების ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ მინდა აქედან მიმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის. წინ 26 ოქტომბერია, დღე, როცა უნდა გადაწყდეს, რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა. დანაწევრებული მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან. ეს მხარე ლაქერნის ღვთისმშობლის და უშქულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ. გაუმარჯოს სამეგრელოს, გაუმარჯოს სვანეთს, გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, ვარავდეს ლაქერნის ღვთისმშობლის და უშქულის ლამარიას მადლი.